ეგრეთ წოდებული პიჯაკების საქმე დასკვნით ეტაპზე ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა მათ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას ედავება. დღეს სახელმწიფო ბრალდება დასკვნით სიტყვას წარმოთქვას. პროცეს კლინიკა ვივა მედიდან ჩაერთო დისტანციურად მიხეილ სააკაშვილი. მან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. რა თქმა უნდა ადავნებდება. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველოს დავიხსნა. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს უბედურება დასრულდეს. თქვენ მე არ ვცნობ არც ამ სასამართლოს, არ ვცნობ არც ამ გამოძიებას, ბუნებრივია რომ არ ვცნობ, იმიტომ რომ ეს არის თეთრი კორვეტების სასამართლო გამოძიება, მაგრამ მე ვცნობ ქართულ ხალხს და მის სუვერენიტეტს. უკრაინულ ხალხს და მის სუვერენიტეტს. უკრაინის რომელიც ამაყი მოქალაქე ვარ ასევე. მე მინდა ყველას უთხრა. ჩვენი ბედი, ჩვენ ხელს არის აღებული. მე ვგმობ ყველანაირ პოლიტიკურ ძალადობას, მათ შორის ზვიად კორიძეს და გახარიაზე თავდასხმას და მანამდე ლევან ხაბეიშვილზე, მანამდე უამრავ სხვა ადამიანზე გოგონა აჩვენეს ტელევიზიით, რომელსაც მუცელი მოეშალა პოლიციის ძალადობის შედეგად. აი ესეთი უბედურებები ხდება და ამიტომ ცოტაც კიდე უნდა გავცლოთ და უფრო მაგრად უნდა მივაწვით. ახლა არ არის დრო კეთილშობის და ურთიერთ რაღაც ანგარიშწორების ან ერთმანეთზე რაღაცა გაკვით ლაპარაკის და შე. უფრო მეტი მიწოლა, უფრო კიდევ მეტი ორგანიზებულობა, კიდევ მეტი ერთიანობა და ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ კრიმინალურ სინდიკატს, რომელსაც ხელში ჩაიგდო თითოეული ქართველის ბედი. დიდება ჩვენ გმირებს, დიდება კახათილიძეს და დიდება ყველას, ვინც აგრძელებს ბრძოლას თბილისის ქუჩებში და ყველგან სადაც თავისუფლების ბედი წყდება. სადაც იმ იდეალისტების ბედი წყდება, რომელთაც გაბედეს და თავის დროზე ჯერ კიდევ ააფრიალეს დროშა იმისა, რომ საქართველოს უნდა იყოს თავისუფალი და წარმატებული. საქართველო იქნება ის, რაზეც მე მხოლოდ ვცნობ. თავისუფალი და წარმატებული.